უხუცეს მხრივ იცით არ ვიცი ხა ამას ყალბი პათოსით ნამდვილად არ ვამბობ, მაგრამ მაინც არსებობენ ამ ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც ამას არ შეეგუებიან. მაინც მე არ მგონია ქაუტენლელო, რომ ქართულ ოცნებას რაღაცა ბოლომდე კარგად აქვს საქმე და ბოლომდე ვთქვათ რაღაცნაირად ძალაუფლების მონოპოლიზაცია მოახდინა. კი, აკონტროლებს პოლიციას, მისთვის რაღაცა ეს კორუფციული სქემებიც, რაღაცა სკანდალიც, მაგრამ შეხედეთ კობახიძეს ეს ამოცანები, რომელიც მას ბიძინა ივანიშვილმა დაუსახა, ეს იყო კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება. ანუ ივანიშვილი რას ეუბნება დასავლეთს, რომ მე მიმიღეთ როგორიც ვარ ესეთი. აი რატო ახლა ვთქვათ აზერბაიჯანშიც არის ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, მაგრამ ხო ელაპარაკებით პატივისცემით მაგალითად მის ლიდერს, ან თქვათ რეგიონში სხვა ლიდერებს, ხო? მე რატო არ მიღებთ? და დაუშვათ აღარ ელაპარაკოთ ვთქვათ არავის ჩემს გარდა და რეგიონში მე ვარ, მაგრამ ამ დროს კობახიძე ამასაც ვერ დაალაგებს, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი ყველასთვის არის მიუღებელი პარტნიორი, არასანდო პარტნიორი. მან რეგიონში ვთქვათ უარი განაცხადა იმაზეც კი, გახსოვთ ალბათ ხო, ანუ ჩამოვიდა სპეციალური მრჩეველი სახელმწიფო დეპარტამენტის ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ვინც არის ძალიან დაახლოებული პირი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან, ვენსთან და წინა დღეს და იქ საელჩომ გამოაქვეყნა განცხადება, რომ აი ჩვენ რაღაცა პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივა ვთქვათ სამშვიდობო დერეფანთან დაკავშირებით საქართველოს ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი შეხვდა საქართველოს ჩართვაზე და ეს ტრიპის ინიციატივა რა ძალიან მნიშვნელოვანია. რა ქნა ბიძინა ივანიშვილმა შათირიშვილს და მისნაირ პროპაგანდისტებს დაავალა რომ რა ვიცი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი გაელანძღათ. გახსოვთ ხო ეს დიდი წერილი, ხო რაღაცა ალოგიკური იყო, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ლოგიკაში ჩაჯდა, ხო? ამიტომ ჩემი ღრმა მოსაზრებით და ძალიან ღრმა რწმენით რთულ ვითარებაში ვართ ჩვენც. ანუ არ შეიძლება იყო, ვთქვათ, რაღაცა ზედაპირულად კარგ ვითარებაში, იმიტომ რომ გვარბებენ, გვაპატიმრებენ ოპოზიციურ პარტიებს კრძალავენ, ყველანაირი რესურსი გაუწყვიტეს ადამიანებს, არასამთავრობო სექტორსაც პრაქტიკულად ანადგურებენ, ადამიანებისზე ძალადობენ, არ ვიცი, ყველაფერი გამოვიარეთ, იმიტომ რომ ესეთია რეჟიმის ბუნება. მაგრამ სხვა კუთხით და რაკურსით რომ შევხედოთ, ჩვენ სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ ამ ქვეყნისთვის ვიბრძოლოთ და ამ ქვეყნის მომავლისთვის უბრალოდ არ გაგვაჩნია რა არის ეს ბრძოლის მეთოდები და მექანიზმები, არაფერი ახალი რეცეპტი აქ არ არის, გარდა იმისა, რასაც ეს ხალხი აკეთებს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სანქციების ზეწოლა, ადამიანების ხვალას ძალიან დიდი პროტესტია და მე არ ყველას მინდა ეხლა აქ უთხრა და ვისარგებლო ამ შემთხვევით, რომ ყველას გელუდებით ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანების გამოსვლა ქუჩაში, ეს არის 1 წელი გავიდა ზუსტად ამ საკონსტიტუციო გადატრიალებიდან და მე ამ 1 წელს აი ესე დავარქმევდი. ბიძინა ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ყველას. ჩვენ ქართულ ხალხს პირველ რიგში. ამიტომ ეს ომი, რა ამბობენ ხა ჩვენ მშვიდობა გვინდა. სად არის მშვიდობა? რომელ სამშვიდობოვანი ინიციატივაში ჩაერთო ბიძინა ივანიშვილი ან ქართული ოცნება? რომელ სამშვიდობო ინიციატივაში მიიღეს მონაწილეობა? პირიქით ყველაფერს აკეთებენ, რომ ყველანაირი სამშვიდობო ინიციატივა, რაც არის ეკონომიკური განვითარება, კეთილდღეობა, ერთადერთი რაზეც ლაპარაკობენ, ეს ინგლისის პროექტია, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, რომ მეგონი ბიძინა ივანიშვილის გათეთრებული ფული შემოტანა უნდა. ისეთი ისტერიკით ლაპარაკობენ ამაზე. ანუ ისტერიულად კედლებს ენარცხებიან, ოღონდ ეს რაღაცა პროექტი განხორციელდეს, ხო? ანუ რაღაც ჰაერს ყიდიან ჯერჯერობით, ამხელა მიწებით შევიდნენ ამ იმაში, რა ქვია, პროექტში და ჯერ ვერ გავიგეთ რა ინვესტიციების ჩამოდის ეს კომპანია, თუ არის საერთოდ ამ კომპანიის ინვესტიციები. ამიტომ ხვალინდელი აქციით თქვენ კითხოს რომ დაუბრუნდე და ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ვაჩვენოთ რეჟიმს და ძალიან ბევრ ადამიანს საქართველოში, რომ არსად არ წავსულვართ. ჩვენ აქ ვართ და სანამ მართლა ბოლო ადამიანი მაინც აპროტესტებს ამ ყველაფერს, საქართველო იქნება იქ, სადაც, ასე ვთქვათ, სადაც არის რეზისტენცია აუცილებელი რეჟიმთან. და ეხა, იცით რა, აი ამ კუთხითაც რომ შევხედოთ, ანუ კარგად არის თუ არა ქართული ოცნება. მე ვფიქრობ, რომ მათ აქვს სერიოზული ფინანსური პრობლემები. ინფლაცია ძალიან სერიოზულად, ასე ვთქვათ, იმატებს. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილისთვის კორუფციის წინააღმდეგ ესეთი რაღაცა ფალსიფიცირებული ბრძოლა, ეგრეთ წოდებულიც მიუღებელი იყო. საქართველოში ძალიან ღრმა არის უსკრული, სოციალური უსკრული და უთანასწორობა.
ანუ არსებობენ უმდიდრესი ადამიანები ქალტონლელა, აი ძალიან მდიდრები, რა ვიცი, ოქროს ზოდებით და 127 მილიონი აქტივით და ეს ადამიანები ხო ეხლა ციდან ხო არ ჩამოვარდნილად, ხო ქართული ოცნების ნაწილი იყო და შესაძლებლობები ხო იყვნენ ქართულ ოცნებასთან. ანუ როგორ შეიძლება, არ ვიცი, რაღაცნაირად რომ ასე ფუფუნებაში იცხოვროს ამ ელიტამ და აქეთ არიან ადამიანები, ვისაც უბრალოდ გათბობის ჩართვის საშუალება არ აქვს, რომ ბავშვები გაათბოთ, ხო? კეთილი, აი თქვენ დასვით კითხვა, როგორ უნდა იყოს, რა მდგომარეობაში უნდა იყოს ქართული ოცნება და ამ კითხვას თქვენვე უპასუხეთ. მე მინდა გითხოთ, როგორ მდგომარეობაშია ოპოზიცია. აი ხედავთ, რომ ერთი წელია მართლაც პოლიტიკური პროცესი ქუჩაში მიდის, თუმცა მიდის პარტიული აქტიურობის და პარტიული, ასე ვთქვათ, ჩართულობის გარეშე. ამ საკითხზე ხშირად მოისმენთ შეფასებას, რომ საქართველოში პარტიები და პარტიული პოლიტიკა არის მკვდარი. აი ეს დღევანდელი მოცემულობის რამდენად, ასე ვთქვათ, ზუსტი შეფასება რა უნდა გაკეთდეს მეორე მხრივ იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესი გაცოცხლდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს და შესაბამისად თუ იდგმება ოპოზიციური ძალების შესაბამისად. მე ვფიქრობ, რომ ის მდგომარეობა რა ვითარებაც არის საქართველოში, ხა უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ავითარებაში პარტიები იყვნენ ძლიერად. ანუ აი ძალიან მარტივად რომ გითხრათ, ეხლა უამრავი შემიძლია რა ვიცი ოპოზიციის ქართული ოცნება ავიწროვებს ოპოზიციას, თუმცა მიზეზი მხოლოდ ამაში რამდენად არ არის მხოლოდ, ანუ უამრავი მიზეზი შემიძლია გელაპარაკოთ და ვილაპარაკოთ, თქვა გაუთავებლად თუნდაც ჩვენ შეცდომებზე, ხო? ანუ ეს ხო, რა ვიცი, ხა მე ამ პროცესში ვარ ძალიან დიდი ხანი, მაგრამ იქ როდესაც პრაქტიკულად ყველა ბერკეტი და ყველა რესურსი ქართული ოცნების გამოყენებული იყო რეჟიმის, რომ რაღაცნაირად პარტიული პოლიტიკა კი არა, ზოგადად ადამიანების, ასე ვთქვათ, თავისუფლებაზე გადაევლო, ანუ პარტიის ლიდერების დიდი ნაწილი არის ციხეში, დიდი ნაწილი, ანუ 99%, ადამიანები, რომელსაც არაფერი არ დაუშავებიათ და კიდევ უსჯიან, აი გუშინიკას მიუსაჯეს, არ ვიცი, წინა დღეებში სააკაშვილი გადაიყვანეს, შემდეგ ელენეს და თქვა ზურას და გიორგის და სხვა პოლიტიკურ ლიდერებს შეიძლება დაუმძიმონ კიდევ ბრალი, ხო? ანუ ეს ყველაფერი ხდება ჩვენს თვალწინ. ეს ადამიანები ყველა ციხეში არიან. ანუ გარდა იმისა, რომ ციხეში არიან, უამრავი, რა ვიცი, სინდისის პატიმარი ციხეშია, ხო? მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი მოსაძლიერებელი რაც შეიძლება იყოს, ეს არის და ახალი რეცეპტი აქაც მე არ მაქვს და არც არავის არ ექნება, ეს არის რაღაცა სწორი ფოკუსგასწორებული ნარატივების შემუშავება ადამიანებთან და ზოგადად სალაპარაკოთ ერთმანეთთან, როგორმე იმის მიღწევა, რომ ერთმანეთს თავს არ დავესხათ, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ფრაგმენტაცია აწყობს ბიძინა ივანიშვილს, ხოლო ერთიანობა, ანუ თუ რამე ჩვენ გვასუსტებთ, ეს არის ფრაგმენტაცია, თორემ მე კი არ ვამბობ, რომ ყველა ერთნაირად უნდა აზროვნებდეს და ყველა ერთნაირი უნდა იყოს. და თუ რამე გვასუსტებს და აძლიერებს ბიძინა ივანიშვილს, ეს არის თავდასხმები ერთმანეთზე, ხო? აქეთ ეს რაღაც იმიტომ ფოკუსი მე აქეთ სწორდება. მედიისაც, მოქალაქეებისაც, ჩვენიც. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ადამიანებს ველაპარაკოთ იმ სოციალურად ძალიან სერიოზულ დიდ უთანასწორობაზე, კორუფციაზე და არა თავს დავესხოთ ერთმანეთს.